2 დღის წინ ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა 25 გოგონა გაიტაცეს და სულ მცირე 1 ადამიანი მოკლეს. გოგონების გატაცების მოტივი ამ დრომდე გაურკვეველია, თუმცა ცნობილია ის, რომ ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. დანარჩენებს კი ჯერ კიდევ ეძებენ. ადგილობრივი პოლიციის თანახმად სკოლის მოსწავლეები საერთო საცხოვრებლიდან გამთენიისას 4 საათზე გაიტაცეს. უსმან მუჰამადი, მშობელი, რომლის 2 ქალიშვილიც ამ სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ ეს ინციდენტი ბავშვების განათლებაზე აუცილებლად დიდ გავლენას იქონიებს, რადგან თუ კი უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადაითქმება, მშობლები შვილებს სკოლაში უბრალოდ ვერ გაუშვებენ. სკოლაში არც ერთი ბავშვი არ დაბრუნდება, თუ კი სათანადო უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. სკოლა მუშაობას ვერ გააგრძელებს, რადგან მშობლები ამბობენ, რომ უსაფრთხოების დაბალი დონის გამო ბავშვებს იქ აღარ მიიყვნენ. ჩემი 2 შვილი გაიტაცეს, 2 გოგონა. ეს ამბავი დილით გაღვიძებისთანავე გავიგეთ. ღამით გასროლის ხმა გავიგეთ, მაგრამ გვეგონა, რომ უსაფრთხოების თანამშრომლები ისროდნენ. სამწუხაროდ ასე არ იყო. ეს საშინელი ამბავი კი მხოლოდ დილით შევიტყვეთ. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ ზუსტად იცის შინ ყველა გოგონა ძალიან მალე დაბრუნდება. ყველა, ვინც ამ საკითხით უნდა დაინტერესებულიყო აქაა. ეს გვაძლევს იმედს, რომ გოგონებს გადაარჩენენ. ეს დაპირება მშობლებსაც მისცეს და სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ მალე ჩვენს მოსწავლეებს გამოიხსნია. უსაფრთხოების თვალსაზრისით ნიგერია უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებულ საფრთხეს კი შეიარაღებული დაჯგუფებები წარმოადგენს. ქვეყანაში ხშირია გატაცებებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის შემთხვევები. უსაფრთხოების დაბალი დონის გამო აქ გატაცებები, სოფლებზე თავდასხმები და ქუჩაში ძალადობა ჩვეულ მოვლენად არის ქცეული. ეს დაჯგუფებები მებრძოლ ჯგუფებთან, მაგალითად ბოკო ჰარამთან, ან ამ დაჯგუფებისგან გამოყოფილ ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციასთან დაკავშირებულები არ არიან და მათგან განსხვავებით არც რელიგიური მოტივი ამოძრავებთ.